საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნას საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა დაიკავეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გიორგი მარგველაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა კი პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასეს. ის დანაპირებები, რომელიც გაცვა ქართულმა ოცნებამ არჩევნებამდე, მინდა გითხრათ, რომ შესრულებულია და სრულდება კიდევაც. ჩვენ ვამბობდით და პირდებოდით ჩვენ მოსახლეობას, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნებოდა და გაიხსნა კიდევაც და ამით ძალიან ბევრი სარგებელი მიიღო სახელმწიფომ და თვითმფრინავ მოქალაქემ. თქვენი წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის საუბრობენ იმაზე, რომ ოდიოზურ პიროვნებას გულისხმობ თქვენი მოძრაობიდან, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის ეკლესია. საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ეკლესია ატარებს რუსულ ინტერესს, კრემლის და პუტინის და პირველ რიგში ის, რომ საქართველოს განვითარებას, ევროპისკენ სვლას, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებას ხელს უშლის საქართველოს ეკლესია. მე მოვითხოთ თქვენგან, გაეცეთ ყველაზე ამაზე პასუხი. სხვა შემთხვევაში თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი, ამ და მთელი გულწრფელობით ვიძახი ამას. ჩვენ კარგად ვნახეთ, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც გამოცხადებული ინტერესი არის ევროკავშირის მიმართ და გამოცხადებული სტრატეგიული ვექტორი არის ევროპის კავშირი. ამიტომ ჩვენ შესაბამისად თქვენთან ერთად უნდა გამოვიტანოთ ძალიან სწორი მაგალითები და დავიწყოთ მზადება იმისათვის, რომ საქართველოს ძალიან მალე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები დაუდგეს, რომელშიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და აქ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლიდერების როლი. ამ შემთხვევაში თქვენი როლი და რა თქმა უნდა მთავრობის როლი, რომელმაც უშუალოდ უნდა განახორციელოს ეს რეფორმები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ საქართველოს დაუდგება არა მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური ხასიათის გამოწვევები, რომელიც ჩვენ ძალიან ახლო წარსულში ვნახეთ, პრაქტიკულად ახალი ოკუპაციის ხაზი გაივლო საქართველოს ტერიტორიაზე, პრაქტიკულად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის დამატებითი ანექსია და აქედან გამომდინარე ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს არ იქნება მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური ხასიათის, იქნება ასევე ეკონომიკური ხასიათის და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ჩვენ დავხვდეთ მზად, ვიყოთ მომზადებული იმისათვის, რომ ევროპის კავშირიდან გამოწვეული დახმარების ხელი მივიღოთ და ერთად შევძლოთ ყველა სიზნელის გადალახვა. აქედან გამომდინარე თქვენი თანამონაწილეობა ამაში ძალზე მნიშვნელოვანია. მე მინდა უმაღლეს თავარსარდალს ვთხოვო და დღევანდელი ჩემი გამოსვლა ალბათ უფრო თხოვნებით იქნება შემოფარგლული ვიდრე კრიტიკით ან გარკვეული რაღაც სხვა საკითხებით და მინდა გთხოვოთ ბატონო პრეზიდენტო დაინტერესდეთ თუ რა მდგომარეობა ეროვნულ გვარდიაში რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით რა რეფორმები ტარდება და რეალურად მიმდინარეობს თუ არა მიმართულებით რეფორმები. მინდა დაინტერესდეთ სამოქალაქო დადვების სისტემაში არსებულ სამოქალაქო დადვების მიმართულებით რეალურად მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ამ კუთხით სრულდება თუ არა ის მოთხოვნები, რომელიც აყენებული აქვს უშუალოდ თავდაცვის ზოგადად ქვეყანას და სახელმწიფოს და თქვენ როგორც უმაღლეს თავარსარდალს. ნამდვილად არ არის სწორი აქცენტი, როცა უკრაინაზე საუბრის დროს თქვენ ინარჩუნებთ იმ ტრადიციას, იმ ტაქტიკას, იმ სტრატეგიას, იმ ხედვას და შეხედულებას, რომ არც ერთი სიტყვით არ ახსენებთ რუსეთის დანაშაულებრივ როლს უკრაინის ამბებში. ის აზრს ხდება კიევის ქუჩებში, ის აზრს ხდება ლვოვის ქუჩებში, ის აზრს ხდება უკრაინის ქალაქებში. არის ცივილიზებული კაცობრიობის მთავარი მტრის, დღევანდელი მსოფლიოს მთავარი კიბოსი, თავისუფლების და ცივილიზაციის მტრის, ვლადიმერ პუტინის დამსახურება და მე მგონი ამ დარბაზში ეს ძალიან პირდაპირ და გარკვევით უნდა ითქვას. რატო არ იმყოფება აქ მთავრობა? რა თქმა უნდა, ხვდებით რატომაც არ იმყოფება, იმიტომ რომ მთავრობას ძალიან არ უნდა კონკრეტულ რეალურ პრობლემებზე საუბარი. თქვენ საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის გაუმჯობესება, მაგალითად მედიის მიმართულებით არის გაუმჯობესება, მაგრამ არც ერთი სიტყვით არ გიხსენებიათ, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგმართათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი წამოიწყეთ. სასამართლო თურმე ბევრად უკეთ მოქმედებს და პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალია და არ გიხსენებიათ, რომ სუსის თანამშრომლები ქალაქის სასამართლოს თანაშემწეს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით იმისთვის, რომ მასზე ინფორმაცია მოეწოდებინათ. თქვენ თქვით, რომ ბევრად თავისუფლებაა და ბევრად დაფასებულია ინდივიდუალური თავისუფლება და რა თქმა უნდა არ გიხსენებიათ ის, რომ ყველაზე დიდ ტელესაკომუნიკაციო კომპანია ჯეოსელში დღეს სახელმწიფო შეჭრილია სწორედ იმიტომ, რომ ისედაც გაზრდილი და 25,000 გადაჭარბებული მოსმენების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოთ. თქვენ არ გიხსენებიათ, რა თქმა უნდა, ის, რომ Transparency International საუბრობს, რომ 1000-ობით ადამიანი, 7,000-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკურ ნიშნით გაუშვით სამსახურიდან, იმის მაგალითად კონკურსები ჩაგეტარებინათ, ნათესაური მეგობრული პრინციპით დააკომპლექტეთ.